თქვენი აზრით რა საერთო აქვს მექსიკას, ირანს, დანიას, თავისი გრენლანდიით, კოლუმბიას და კუბას? თითქოს ეს არაფერს გვეუბნება, თუმცა ეს ის სახელმწიფოებია, რომლებზეც ტრამპი იმუქრება, რომ ინტერვენციებს განახორციელებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტრამპის პირობებში 2025 წელს უკვე განახორციელა სამხედრო დარტყმები ირანში, ერაყში, სომალიში, სირიაში, იემენში, ნიგერიაში და 2026 წელს ვენესუელაშიც კი, სადაც მისი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გაიტაცა. ამის გასამართლებლად ძალიან ბევრი იტყვის და მართლებიც იქნებიან, რომ ძირითადად ეს დარტყმები განხორციელდა ტერორისტულ ორგანიზაციებზე ირანისა და ვენესუელას გარდა, თუმცა იმაში უნდა დამეთანხმოთ, რომ ეს მსოფლიო პოლიტიკის ცვლილებებს აუცილებლად მოასწავებს. დღეის მდგომარეობით მთელი მსოფლიო ელოდება, რომ ტრამპი ინტერვენციას განახორციელებს ირანში და გარკვეულ სამხედრო ოპერაციას ჩაატარებს. ამის დასადასტურებლად მთელი რიგი ვიდეოები არსებობს მისი განცხადებების. ტრამპის მუქარა რეალურად ეყრდნობა ირანში მიმდინარე პროტესტის საკმაოდ დიდ ტალღას, რომელიც 28 დეკემბრიდან დაიწყო. როდესაც თეირანის სავაჭრო ცენტრებსა და ბაზარში მოვაჭრეებად დაკეტეს საკუთარი ობიექტები, მიზეზი იყო მარტივი: ეკონომიკა და ვალუტის გაუფასურება. წლის დასაწყისში რეალი იყო $820,000-ზე მიმართებით. 15 დეკემბრისთვის კი ავიდა $1,300,000-ზე, ხოლო 2026 წლის იანვარში რეკორდულ მაჩვენებელს $1,500,000 მიაღწია. ამას ემატება ირანის ნავთობის ექსპორტზე, ფინანსურ აქტივებსა და სხვა სფეროებზე დაწესებული დამანგრეველი სანქციები. ტრამპს ცხადია დაწესებული აქვს გარკვეული სანქციები, მაგრამ ასევე გასულ სექტემბერში დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ამერიკის მაგალითს მიხბაძეს, რამაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველად გამოიწვია ირანის წინააღმდეგ გაეროს ფართომასშტაბიანი სანქციების ამოქმედება. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ირანი მთელი თავისი უახლესი ისტორიის მანძილზე ყველაზე სუსტიარი ვიდრე ოდესმე ყოფილა. 28 დეკემბრიდან 30 დეკემბრამდე აქციები მეტნაკლებად მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა ნელ-ნელა ხალხი მოემატა და 31 დეკემბრიდან ყველაფერი გადაიზარდა არეულობაში. პოლიციელები და მომიტინგეები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ. მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს 53 მეჩეთი, როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა. ამასთან The Critical Threats Project-ის განცხადებით 28 დეკემბრიდან 5 იანვრამდე დაფიქსირდა 379 პროტესტი 31 სხვადასხვა პროვინციაში და საბოლოო ჯამში მივიღეთ ყველაზე დიდი საპროტესტო ტალღა 2022 წლის მაშა ამინის ტყვეობის პროტესტების შემდეგ. გაცილებით მძიმე ინფორმაცია კი ერთი დღის შემდეგ სახელმწიფო მედიამ გაავრცელა, სადაც იტყობინებოდა სულ მცირე 7 ადამიანის დაღუპვას რამდენიმე ქალაქში მომხდარი შეტაკებებისას. დღის მდგომარეობით რეალურად გაცილებით ტრაგიკულად არის საქმე, ვინაიდან Reuters-ის ბოლო ინფორმაციით ირანელმა მაღალჩინოსანმა სამშაბათს განაცხადა ირანში მიმდინარე პროტესტების დროს დაახლოებით 2000 ადამიანის დაღუპვის შესახებ. მათ შორის არიან უსაფრთხოების ძალების პერსონალი. ამ მოვლენების უკან მის მიერ ტერორისტებად წოდებული პირები არიან. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ირანის მაღალჩინოსნები პანიკაში იყვნენ. გამოჟონა ცენტრალური ბანკის დირექტივა, რომელიც ბრძანებდა, რომ ფინანსური სექტორი უნდა გადასულიყო საგანგებო რეჟიმზე, ეკონომიკური კოლაფსისა და კრიზისის თავიდან ასაცილებლად. პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ისიც კი განაცხადა, რომ ირანის პროტესტების გასამკავებლად შესაბამისი რესურსი აღარ გააჩნდა და მთავრობა ვერ შეძლებდა მის ჩაცხრომას მარტო. ამას ემატება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებები, სადაც ის მომიტინგეებს მხარდაჭერას პირდება და ის, რომ ირანის მთავრობა წითელ ხაზებს კვეთს, როდესაც ისინი ხოცავენ მშვიდობიან პროტესტატებს. თუმცა რამდენად მშვიდობიანი არის, ეგ კიდევ ცალკე საკითხი არის. ამის ფონზე მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო უყურებდა ირანს, თითქოს ძალიან მალე ჩამოიშლებოდა მისი მთავრობა და ზოგადად აიათოლას რეჟიმი, თუმცა მან აჩვენა გარკვეული მდგრადობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ აიათოლად განაცხადა, აჯანყებულები უნდა დაბრუნდნენ იქ, საიდანაც მოვიდნენ, ასევე ირანის იუსტიციის უფროსმა თქვა, რომ არანაირი დანდობა არ უნდა იყოს. და მართლაც 8 იანვარს ინტერნეტი გაითიშა მთლიანად ქვეყანაში. გავრცელდა ძალიან საინტერესო ინფორმაცია, რომ ილონ მასკის ქებული ინტერნეტის Starlink-იც კი ჩაახშო ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ, ცხადი არის ჩინეთისა და რუსეთის აქტიური დახმარებით. შესაბამისად, ქვეყანა მოექცა იზოლაციაში და იქიდან ინფორმაცია ფაქტობრივად ვეღარ გამოდის. რაც გამოედინება, ძირითადად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ 50-60-70% არის პროპაგანდა
და დანარჩენი შეიძლება გარკვეულ სიმართლის მარცვლებს შეიცავდეს. ერთადერთი ინფორმაციის წყარო ისევ და ისევ სტალინი კი არის, თუმცა ძალიან აქტიურად ახშობს ირანის რესპუბლიკა მაგ კონკრეტულ ინფორმაციის წყაროსაც. ირანის მთავრობამ თითქოს და ამ ყველაფრით დაიბრუნა თავდაჯერება, გაუცადდა მთელი რიგი კადრები პროსახელისუფლებო აქციების, სწორედ მაგ კადრებს უყურებთ ახლა ამ მომენტში. რუსეთის ფედერაციამ დაგმო ამერიკის შეერთებული შტატების ცდელობა ირანის მთავრობის გადაგდების და არაოფიციალური ინფორმაციით ეხმარება სამხედრო ინვენტარით ირანის ისლამურ რესპუბლიკას და მათ შორის სავარაუდოდ ჩინეთით შეიძლება მოვიაზროთ. ანუ რას ვიგებთ, რომ თუ ჩინეთი და რუსეთი ეხმარება ირანის რესპუბლიკას, ვიღაცაებმა შეიძლება იფიქრონ, რომ ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატების შეკავების ერთ-ერთი მექანიზმი, თუმცა წინარე გამოცდილებებმა აჩვენა, რომ ფაქტობრივად ჩინეთს და რუსეთის ფედერაციასაც არაფერი არ შეუძლია ახლა განახორციელოს ისეთი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეაკავოს ირანში ინტერვენციისგან. რაც ძალიან საინტერესოა, შესაბამისად მე მაგ მიმართულებით არაფერს არ ველოდები. ძალიან დაძაბულია სიტუაცია თვითონ ირანის შიგნით, თუმცა ისე ჩანს, რომ მთელი რიგი ღონისძიებების გატარებით ირანის მთავრობა მოახერხა და მეტრანკლებად ჩაახშო ის პროტესტი, რაც იყო აგორებული მის ქვეყანაში და გარე ჩარევის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება დღეის მდგომარეობით აიათოლას რეჟიმის გადაგდება. ტრამპის თქმით კი დახმარება არის გზაში. 2 იანვრიდან მოყოლებული ტრამპი აქტიურად ემუქრება ირანს და მის მთავრობას, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ არის გადადგმული და დიდია ალბათობა, რომ შეიძლება საერთოდ არაფერი არ მოხდეს, თუმცა ასევე დიდია იმის ალბათობა, რომ ტრამპმა განახორციელოს გარკვეული თავდასხმა. 14 იანვარს როიტერსის ინფორმაციით, რომელიც ციტირებდა 2 ევროპელი მაღალჩინოსანს, აშშ-ს სამხედრო ინტერვენცია შესაძლოა მომდენო 24 საათის განმავლობაში განხორციელდეს. მე ამ კონკრეტულ ვიდეოს ვიწერ 15 იანვარს დაახლოებით 6 საათისთვის, სადაც ჯერჯერობით არანაირი ინტერვენცია არ არის განხორციელებული. თუმცა მოვლენებს აუცილებლად უნდა დაველოდოთ. ასევე ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრამპმა ჩარევის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქმის იწყებოდა ოპერაცია, თუმცა ბოლო მომენტში გაიწვიეს ეს კონკრეტული ბრძანება. ანუ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ამ ქმედებების განხორციელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს, ან ყოველ შემთხვევაში ორჭოფობს და გარკვეული ეჭვები გააჩნია. ამ ყველაფერს ადასტურებს ის, რომ ირანმა 14 იანვარს საჰაერო სივრცე ჩაკეტა, თუმცა ძალიან მალევე 15 იანვარს უკვე საჰაერო სივრცე გაიხსნა და იქ თვითმფრინავები აქტიურად გადაადგილდებიან. შესაბამისად, ეს ინფორმაცია, რომ ტრამპი ორჭოფობს და ვერ იღებს ბოლომდე გადაწყვეტილებას, ამ ყველაფერს ადასტურებს. ეს ყველაფერი შეიძლება მიუთითებდეს, რომ ტრამპმა ხელი აიღო ირანში ინტერვენციისგან, მან 14 იანვარს განაცხადა შემდეგი რაღაცა, რომ თითქოს და შეწყდა ირანში ადამიანების კვლავ და აღარ იგეგმება ადამიანების ჩამოხრჩობა და სიკვდილით დასჯა, რაც ოფიციალური პოზიცია არ არის ირანის, თუმცა უნდა დაველოდოთ მაგ ყველაფერს. We were told that the killing in Iran is stopping, and it's stopped, and it's stopping. And there's no plan for executions or an execution or execution. ანუ უკან დახევასთან გვაქვს საქმე. ჯერჯერობით უცნობია ეს ყველაფერი. შეიძლება ბლეფიც იყოს ეს განცხადება და ამერიკა აქტიურად ემზადება სამბრძოლო მოქმედებებისთვის. თუმცა ერთი რამე ფაქტია, ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ შემთხვევაში აქვს ერთი გზა გამარჯვებისკენ. ეს არის აიათოლას რეჟიმის ბოლომდე ჩამოღება. თუ ეგ ვერ განახორციელა, ამერიკის შეერთებული შტატები ვერ იტყვის, რომ მან გაიმარჯვა. წინაზე მიიტანა გარკვეულ ატომურ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები, რამაც რა თქმა უნდა დააზიანა ირანის რესპუბლიკა, თუმცა ეხლა მთავარი მიმართულება და შანსი არის ის, რომ აიათოლას რეჟიმი ჩამოიღონ. თუ ეგ ვერ განახორციელა, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებმა წარმატებული ინტერვენცია ვერ განახორციელა ირანში. სწორედ ეს ყველაფერი ართულებს ტრამპის გადაწყვეტილების მიღების პროცესს. და სწორედ ამასთან დაკავშირებით NBC News-ი აცხადებს შემდეგ რაღაცას. დონალდ ტრამპმა თავის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი ამერიკული სამხედრო ოპერაცია უნდა იყოს მოკლე და გადამწყვეტი, რათა არ გადაიზარდოს ის ხანგრძლივ კონფლიქტში. ტრამპი მთელი თავისი პრეზიდენტობისას ცდილობდა შეექმნა ისეთი იმიჯი, თითქოს არის მშვიდობის ყოფილი და ომების დამსრულებელი. ხოლო თუ ირანში ინტერვენცია გადაიზარდა დიდ ომში, რომელიც გაიწელება გინდა წლობით და გინდა თვეებით თუნდაც, ეს იმიჯი მთლიანად ჩამოიშლება. მეორე კუთხით არის საფრთხე, რომ ირანის რეჟიმის ჩამოშლამ გამოიწვიოს ერთი უარესი მთავრობის მოსვლა
და მეორე გამოიწვიოს ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაცია და მთელი რიგი ომები. რამაც შეიძლება შექმნას ძალიან მძიმე მდგომარეობა კონკრეტულ რეგიონში. შესაბამისად, ეს ყველა ფაქტორი ერთმანეთს ემატება და საბოლოო ჯამში ვიღებთ ისეთ შედეგს და სურათს, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებს მართებს ძალიან ფრთხილი მოქმედება და ამ ყველაფრის გააზრება. მე ველოდები ირანის წინააღმდეგ გარკვეული ნაბიჯების გადადგმას, თუმცა ტრამპის ადმინისტრაცია რამდენად მოახერხებს აიათოლას რეჟიმის გადაგდებას და ისეთი დღის წესრიგის დამყარებას, რომელიც სურს როგორც ისრაელს, ისე ამერიკას, ძალიან დიდი კითხვის ქვეშ დგას. მეორე კუთხით, ფაქტობრივად გამორიცხულია სამხედრო სახმელეთო ოპერაცია ირანში. ამისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებს დასჭირდება გადასროლა მთელი რიგი სამხედრო პერსონალის ახლო აღმოსავლეთში და ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ იქნება გრძელვადიანი კონფლიქტი, რაზეც ტრამპი ორჭოფობს და სავარაუდოდ მაგას არ გააკეთებს. დარტყმები აუცილებლად უნდა იყოს ლოკალური და დამანგრეველი ირანისთვის, რაც რამდენად შესაძლებელია, არ ვიცი. და არ ვიცი არა, ჩემი ვარაუდია, რომ შეუძლებელია ეგ ყველაფერი, შესაბამისად, ერთადერთი გზა რჩება, რომ ისეთი ზუსტი დარტყმა უნდა განხორციელდეს, რომ მთელი რიგი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები უნდა ჩააბეტონოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გრენლანდიას აუცილებლად შემოიერთებს ტრამპი, სადაც მან განაცხადა, რომ სამხედრო ძალად შეიძლება გამოიყენოს ამისთვის. ვიდეო. We are going to do something on Greenland, whether they like it or not. I would like to make a deal, the easy way, but if we don't do it the easy way, we're going to do it the hard way. ამასთან თეთრი სახლი აქვეყნებს აი ამ სურათებს, რომელსაც ახლა უყურებთ. ვერაფერ სიტყვით ნამდვილად ტრამპის სტილი არის. მთელი რიგი განცხადებები მიუთითებს ანექსიის შესაძლებლობაზე. გავრცელებული ინფორმაციით საწყის ეტაპზე ამერიკა ეცდება ამ კუნძულის ყიდვას. თუ არ გამოვიდა, უკვე დგება hardway-ის დრო, ანუ სამხედრო ინტერვენციის. თქვენი აზრით, რა სჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს გრენლანდიის გინდა ანექსირება, გინდა ოკუპაცია და გინდა ყიდვა? ტრამპის მიხედვით თითქოს და რუსეთი ან ჩინეთი აპირებენ მის ოკუპაციას, რაც ცხადია სისულელია. აშშ-ს ნახევარსფეროში ვერავინ ვერ გაბედავს ინტერვენციას. ეს გამოჩნდა 1962 წელს კუბის კრიზისის დროს, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებმა ლამის მესამე მსოფლიო ომი დაიწყო, როდესაც საბჭოთა კავშირმა ცადა კუბაში საკუთარი ბირთვული ქობინების განლაგება. შესაბამისად, ეგ ვარიანტი გამოირიცხა. მაშინ რაში არის რეალურად საქმე? ისევ ეკონომიკას და წიაღისეულს უნდა დაუბრუნდეთ. გრენლანდია უმდიდრესია რეალურად იშვიათი წიაღისეულით, თუთით, რკინით, ოქროთი, ურანითა და სხვა კრიტიკული მინერალებით. გრენლანდიის მინისტრი ნააჯა ნათანიელსენი 2025 წლის 16 იანვარს ვაშინგტონ პოსტში წერს, რომ გრენლანდია ფლობს იმ 50 მინერალიდან 39-ს, რომლებიც შეერთებულ შტატებს კლასიფიცირებული აქვს როგორც კრიტიკული ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობისთვის. ამასთან გრენლანდიას გააჩნია ნავთობისა და გაზის უზარმაზარი პოტენციალი. და სწორედ ეს რესურსები სურს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ტრამპის ადმინისტრაციას. პრინციპი ძალიან მარტივია რეალურად. ფული და ეროვნული ინტერესები. თუ მართლა უსაფრთხოებაშია საქმე, ამერიკის შეერთებულ შტატებს ნებისმიერ დროს შეუძლია ნებისმიერი სახის სამხედრო ბაზის ჩადგმა გრენლანდიაში, დანია მაგას ძალიან მარტივად დათანხმდება და მეცაც გეტყვით, ამერიკის შეერთებულ შტატებს გრენლანდიაში უკვე აქვს პიტუ-ფიკის კოსმოსური ბაზა, რომელიც საკმაოდ მასშტაბური არის სხვათა შორის. თუმცა ცხადი არის მაგაში არ არის საქმე. პირველი ეს არის ფულში და წიაღისეულში და მეორე ეს არის გეოპოლიტიკურ რეალობაში. რაც გამოიხატება შემდეგში, რომ მომავალში გრენლანდიას უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური როლი ექნება ყინულის დრომის გამო არქტიკაში, სადაც ორი უმნიშვნელოვანესი საზღვაო, ეგრეთ წოდებული შორტკათი შეიძლება გაიხსნას, რაც გრენლანდიას მსოფლიო ვაჭრობის ცენტრში მოაქცევს. პირველი ეს არის ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელი, რომელიც აკავშირებს ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროების გავლით. ეს გზა პანამის აღზრდ ბევრად მოკლე არის. ანუ მარტივად რო ვთქვათ, ნიუ-იორკიდან თუ ვინმეს უნდა ჩინეთში რაიმე პროდუქტის წაღება, ჩრდილოეთის მიმართულებით თავისუფლად შეიძლება ყინულის დრომის შემთხვევაში, სადაც გემებს შეიძლებათ მეტნაკლებად, კომფორტულად და იოლად გადაადგილება მაგ მიმართულებით, შეიძლება წყნარ ოკეანეში ჩასვლა და შემდეგ უკვე ჩინეთის მიმართულებით გარკვეული პროდუქტის გადატანა. ეგ ერთი გზა და მეორე გზა. ტრანსპოლარული გზა, რომელიც გადის არქტიკის ოკეანის ცენტრში და წარმოადგენს უმოკლეს მარშრუტს ევროპასა და აზიას შორის, რაც სუეცის არხის ალტერნატივა. ანუ მარტივად რო ვთქვათ,
ეხლა ჩინეთს რომ მოაქვს კონკრეტული პროდუქცია ევროპის მიმართულებით, მან არის მხოლოდ სამი გზა. ერთი არის ჩრდილოეთის დერეფანი, მეორე არის შუა დერეფანი და მესამე არის სამხრეთის დერეფანი. შუა დერეფანი სხვათა შორის გადის საქართველოსაც, მაგიტომ ჩადო ჩინეთმა ჩვენს ქვეყანაში გარკვეული ინვესტიციები და მაგიტომ დაგვიახლოვდა კიდევაც. მაგრამ მომავალში შეიძლება გაიხსნას არქტიკის მიმართულებით, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ ჩრდილოეთის მიმართულებით რუსეთის თავზე მან თუ ყინულები დადნა, შესაძლებელი გახდება გარკვეული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, გემების ამ შემთხვევაში და გადაცრუვა გაცილებით მოკლე გზაზე და გაცილებით იაფად და გაცილებით სწრაფად. შესაბამისად, ეგ ძალიან დიდ კომფორტს უქმნის როგორც ჩინეთს, ისე იდეაში ევროპის სახელმწიფოებს. გრენლანდია ორივე მარშრუტთან ფაქტობრივად ყველაზე ახლოს მდებარეობს. დელონიან პერსპექტივაში ის გახდება მთავარი ჰაბი მოძრაობის კონტროლის, უსაფრთხოებისა და სამაშველო ოპერაციებისთვის. პრინციპი მარტივია. ვინც აკონტროლებს ამ კონკრეტულ ტერიტორიას, უზარმაზარ კუნძულს, ის ფლობს გასაღებს ამ სტრატეგიულ საზღვაო დერეფნებს. ანუ ტრამპის დაინტერესების მთავარი მიზეზი ის კი არ არის, რომ რუსეთმა და ჩინეთმა შეიძლება პოტენციურად ოკუპაცია მოახდინონ გრენლანდიის, რაც ცხადია სისულელია. არა, ფული და კონკრეტული წიაღისეული. და მეორე ეს არის გეოპოლიტიკური რეალობა, სადაც გათვლა არის გრძელვადიან პერსპექტივაზე. საქართველოს რო შევადაროთ, მე მგონი ძალიან ტრაგიკული მოცემულობაში ვარდებით, იმიტომ რომ ბოლო ორი პრემიერ-მინისტრი ქართული ოცნებისგან მოღალატე აღმოჩნდა. შესაბამისად, ჩვენ ხვალ არ ვიცით რა მოხდება და ამერიკის შეერთებული შტატები აწლეულებზე თვლის საკუთარ გეოპოლიტიკურ ინტერესებს. დიდი მადლობა დომიძინა, რომელიც საშუალება რომ ვემსახუროთ ჩემს ქვეყანას. კიდევ ერთი მიმართულება, სადაც სავარაუდოდ ტრამპი ინტერვენციებს განახორციელებს, არის დასავლეთ ნახევარსფერო. ანუ მარტივად რო ვთქვათ, ამერიკის უკანა ეზო. კოლუმბიაში სამხედრო ინტერვენცია ტრამპისთვის კარგად ჟღერს. ვიდეო. It sounds good to me. ამ შემთხვევაში, როცა ტრამპი ამბობს, რომ კოლუმბიიდან ძალიან ბევრი ნარკოტიკი შემოედინება ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის მართალი 84% კოკაინის შეედინება ASHS-ში კოლუმბიიდან. აუცილებლად მოსალოდნელია მინიმუმ ლოკალური დარტყმები კოლუმბიაზე. არაა გამორიცხული, რომ დარტყმები განხორციელდეს როგორც კუბაზე, ისე მექსიკაზე. ტრამპის განცხადებით, მექსიკას კარტელები მართავენ, ხოლო ამასთან დაკავშირებით ტრამპმა ცხადია, რამე უნდა მოიმოქმედოს. ვიდეო. By the way, you have to do something with Mexico. Mexico has to get their act together because they're pouring through Mexico and we're going to have to do something. The cartels are running Mexico. ტრამპი აბსოლუტურად მართალია, როდესაც საუბრობს, რომ მექსიკას კარტელები მართავენ, იქ საერთოდ საშინელებები ხდება. მათ შორის ადამიანის წამების მიმართულებით, აი რაც შეიძლება კატასტროფა წარმოიდგინოთ, ეგეთ რაღაცებს უკეთებენ მექსიკაში მყოფი კარტელები ადამიანებს. იგივე ეხება კუბასაც, როდესაც ტრამპი საუბრობს, რომ ამ ქვეყნის ძირითადი ნავთობის და შემოსავლის წყარო იყო ვენესუელიდან, ხოლო სანაცვლოდ კუბა სამხედრო მიმართულებით ეხმარებოდა ამ კონკრეტულ ქვეყანას. ვიდეო. Cuba now has no income. They got all of their income from Venezuela. From the Venezuelan oil. They're not getting any of it. თუმცა ახლა უკვე როდესაც ვენესუელა ფაქტობრივად დაიმორჩილა დონალდ ტრამპმა, კუბა შეუწყდა შემოსავალი, შესაბამისად ერთი ის არის, რომ შეიძლება თავისით ჩამოიშალოს კუბა, რაც ნაკლებად სავარაუდოა და მეორე ის არის, რომ კონკრეტულ დარტყმებს აუცილებლად განახორციელებს დონალდ ტრამპი. ისი მოლოდინიც არსებობს და ამას ადასტურებს ის კონკრეტული განცხადებები, რასაც აკეთებს ტრამპის ადმინისტრაცია. თუმცა კუბის პრეზიდენტი დიაზ კანელი და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერჯერობით საკმაოდ ხოძზე არიან ჭყალებში და აცხადებენ, რომ ვერავინ უკანახებს თუ როგორ მოიქცეს სუვერენული ქვეყანა. რაც რა თქმა უნდა საერთაშორისო სამართლით ეგრეა, მაგრამ ძალთა პრინციპით ეგ ეგრე არ არის. ასევე მათი განცხადებით 66 წელია კუბა არავის არ დაცხნია თავს. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატებისგან მუდმივად აგრესიის პირობებში იმყოფებოდნენ. მეგობრებო, ამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით დრო გვიჩვენებს რა როგორ იქნება. ეხლა ვინმე თუ გეტყვით, რომ ზუსტად იცის რა პროცესები ვითარდება მთელ მსოფლიოში, იქნება ტყუილი. მაგათ არ უნდა დაუჯეროთ, ერთადერთი რასაც უნდა დაუჯეროთ, ეს არის ფაქტები და ის კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც არის გადამოწმებული. სხვანაირად, ვერანაირად ვერ გაარკვევთ რა ხდება მსოფლიო პოლიტიკაში. ფაქტი არის შემდეგი: ამერიკის ნახევარსფეროში ტრამპის ნებისმიერი ქმედება გამოწვეულია ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიით. მარტივად რო ვთქვათ, საკუთარ ნახევარსფეროში ASHS რასაც უნდა იმას გააკეთებს. რამდენად ეყოფა ამაზე რესურსი და ძალა ამერიკის შეერთებულ შტატებს და მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციას, ამას ყველანი ერთად ნახავთ.
ჩემი პროგნოზი ამ მიმართულებით ის არის, რომ ლოკალური დარტყმები გინდა მექსიკაზე, გინდა კუბაზე და გინდა კოლუმბიაზე აუცილებლად განხორციელდება. თუმცა რამდენად მასშტაბური იქნება ეს ყველაფერი და რამდენად შეძლებს ამერიკის შეერთებული შტატების იმის განხორციელებას, რაც სურს, რომ მთლიანად კონტროლი დაამყაროს ამ რეგიონებზე, საკმაოდ დიდი კითხვის ნიშანი არსებობს. მათ შორის მექსიკაში კონტინგენტის გაგზავნის ალბათობაც არსებობს, ვინაიდან მექსიკა ესაზღვრება ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუმცა დანარჩენ მოვლენებს დრო გვიჩვენებს. რაც შეეხება ირანს, ტრამპმა შესაძლოა ეხლა დაარტყას ან არ დაარტყას, თუმცა ერთი რამე არის ფაქტი, როგორც მირშაიმერი ამბობს, რამდენიმე გზა არსებობს მაგ პრობლემის მოგვარების. პირველი ის არის, რომ ირანი შექმნის ატომურ ბომბს და ისრაელი და ეს კონკრეტული სახელმწიფო ერთმანეთს დააბალანსებენ, მოგეხსენებათ, როდესაც ორ ქვეყანას გააჩნია ბირთვული იარაღი, ფაქტობრივად არ ხდება მათ შორის და არ მომხდარა მადლობა ღმერთს ჯერჯერობით მსგავსი კონფლიქტი და ძალიან ბევრი თეორია არსებობს, რომ ბირთვული იარაღის სახელმწიფოები ერთმანეთთან არ იბრძოლებენ და პირიქით დამაბალანსებელ როლს ასრულებს ეს ყველაფერი, თუმცა საკმაოდ დიდი საფრთხე არის მაგ მიმართულებით, ან მეორე, აუცილებლად იქნება მუდმივი კონფლიქტის ზონა ახლო აღმოსავლეთ და კონკრეტულად ირანსა და ისრაელს შორის ყოველთვის იქნება არეულობა. და მეორე ის არის, რომ ირანსა და ისრაელს შორის არ არის მარტო გეოპოლიტიკური დაპირისპირება, ეს არის რელიგიური დაპირისპირებაც, სადაც ერთ მხარეს არის სიონიზმი, სადაც თითქოს და ღმერთმა მისცა ისრაელს ეს წმინდა მიწები და მან უნდა აითვისოს მთელი ეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონი, რაც ბიბლის მიხედვით ეგრე არის, თუმცა უკვე ახალი აღთქმიდან ეგ ქრისტიანებისთვის სისულელედ ითვლება, გულისხმობ იმას, რომ ისრაელი თავიდან იყო ძველ აღთქმაში იყო რჩეული ერი, დღეს უკვე რჩეული ერი აღარ არსებობს როგორც ეგეთი მოცემულობა. ხოლო ირანის შემთხვევაში ეს არის სურვილი, რომ იყოს ისლამური ცივილიზაციის ლიდერი. მიუხედავად იმისა, რომ ირანის აბსოლუტური მოსახლეობა არიან შიიტები და ზოგადად შიიტური სახელმწიფოა, ხოლო მუსლიმების 90% არიან სუნიტები, მას მაინც სურს ამ ლიდერის როლის მორგება. შესაბამისად, ეს კონკრეტული რელიგიური დაპირისპირება ისრაელისა და ირანს შორის არსად არ წავა. სულ რომ აიათოლას გადააგდონ გინდა ისრაელმა და გინდა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ეს დაძაბულობა გრძელვადიან პერსპექტივაში არსად არ წავა. შესაბამისად, ამ პრობლემის გადაწყვეტის საშუალება ჯერჯერობით მე ვერ ვხედავ. ერთადერთი მირშაიმერმა რა თქვა, რომ თუ ირანის სახელმწიფო შექმნის ატომურ იარაღს, შესაძლებელია ისრაელსა და ირანს შორის გარკვეული ბალანსის წარმოქმნა, თუმცა ეს გრძელვადიან პერსპექტივაში არის ძალიან საფრთხე, თუ ვინმემ გაისროლა ატომური იარაღი, ეს მოასწავლებს მესამე მსოფლიო ომს. მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ, გამოიწერეთ არხი.